სალამი მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას, ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები და ეს იქნება ბოლო კითხვა ამ განყოფილების და დასრულდება მერე ლოცვით. შემდეგ კითხვა ესეთი არის, სახელს არ გვისახელებს აუდიტორიდან პიროვნება, ადამიანები დღესაც ბრუნდებიან სიკვდილის შემდეგ უკან დედამიწაზე? გჯერათ ჯონ, რომ თუ ადამიანები კვდება, ზოგჯერ ისინი ცოცხლდებიან და უკან ბრუნდებიან, რას ფიქრობთ ამაზე? ანუ რას ფიქრობ ადამიანების ციკლზე და გაცოცხლებაზე? დიახ, რას ფიქრობთ ამაზე? მე ვფიქრობ, რომ ისინი არ მოკვდნენ. ვინც ამას ჩემულობს დღეს, ეს არ არის სწორი. იმიტომ ებრაელთა წერილი ჩვენ გვეუბნება, რომ ადამიანს ერთხელ აქვს და ერთხელ კვდება და ამის შემდეგ ის აღარ ბრუნდება. შემდეგ არის განკითხვა. ისტორიაში რამოდენიმე გამონაკლისი იყო და ისინი მხოლოდ წმინდა წერილშია მითითებული. და დღეს, როცა ადამიანები იბრალებენ ამას, ხომ? ეს არის ის შემთხვევა, როცა ისინი არ მოკვდარან. არამედ მათ გონიათ, რომ მოკვდნენ. რამდენიმე წლის წინ ვიყავი მე CBS-ზე დებატებზე ლონდონ ფსიქიატრთან და უყურებდი ამას და იქ იყო ერთ-ერთი უცნაური ბიჭი, რომელიც ვითომდა მკვდრედერთით დაბრუნდა. და რომელიც, რა ვიცი, ძალიან გატევებული ქონდა მას და გასული იყო დამკებში. რასაც ახლა დღეს ბევრი ადამიანი აკეთებს და ეს ახალი რამე არ არის. იცით ხომ? სინოდოში მე დავწერე ჩემ ქარიზმატულ წიგნში, იცით ხომ? ერთ-ერთი დოქტორი, რომელიც თითქოს და გარდაიცვალა, წავიდა 60-ში და უკან დაბრუნდა, რათა დაბალანსირებულიყო. და მან თქვა, რომ როდესაც ის 60-ში წავიდა და დაბრუნდა, 60 ისეთი მშვენიერი იყო, რომ მან დაკარგა ყოველგვარი შიში. მაგრამ ჯოჯოხეთში, რადგან ის არმენიანია და მას ჯეროდა, რომ თქვენ შეგიძლიათ დაკარგოთ ხსნა, არმენიანიზმი არის ეს გაგება, რომელსაც მარტინ ლუთერი უპირისპირდებოდა. რომ თქვენ გაქვთ შეგიძლიათ დაკარგოთ ხსნა, ღმერთმა ის ჯოჯოხეთში გაგზავნა, რათა მას ისევ შიში უკან დაებრუნებინა და რათა გაბალანსირებულიყო და გადარჩენილიყო და ამიტომ ღმერთმა დააბრუნა უკან, რომ ის ჯერ მზად არ იყო კიდე გარდასაცვლელად და ესეთი რაღაც ბოდვებს ისმენ ყოველთვის. ასე რომ მეორე გარიგება ქონდა უკვე მას, რომ გარდაცვალება ჯოჯოხეთში წავიდა და დაბრუნდა. და ეს რაღაცა გავს მფრინავ თევზებზე გასვოთ, ხო? ერთი ამბავი იყო. როცა ერთმა ვიღაცამ ნახა, მერე წავიდა უკვე მას მიყრენ მიმდევრები გაუჩნდა. გასვოთ ხომ? და ყველანი თითქოს რაღაც ამ ერთ ტუნელში გადიან, რაღაც გვირაბის ბოლოს კიდე რაღაც შუქს ხედავენ და არის ესეთი რაღაცა წიგნებს წერენ ამაზე და საუბრობენ რაღაცა მოციმციმე შუქზე. და ერთმა ლონდონელმა ექიმმა, რომელიც ძალიან ბრწყინვალე პიროვნება და ბრწყინვალე მეცნიერი, მან თქვა, რომ ეს შეიძლება აიხსნას როგორც ზოგიერთი ადამიანის რეაქცია, ნერვული რეაქცია თავის ტვინში, რომელიც იწვევს ზუსტად ამ ნაპერწკლებს და ამ შუქს შეგონებაში. ასევე არის რაღაცა შეიძლება იყოს ეს სატანური ჩარევაც, როდესაც ადამიანი მიდის ამ მდგომარეობაში და ყოველთვის ბრუნდება და ამ განცდებზე აკეთებს აქცენტებს და ამას სატანა აკეთებს, ხო? და ბევრი რაღაცის ზუსტად დაჯერებაც ეშმაკსაც შეუძლია, ხომ? და სურს კიდევაც, რომ ადამიანებში ეს რაღაცა ტყუილები შეიტანოს. და ეს არის ჩვეულებრივი პროპაგანდა, სატანის პროპაგანდა. მე პერიოდად არ მგონია, რომ ისინი ნამდვილად გარდაიცვალნენ და დაიღუპნენ. მე არ მგონია ეს. და თუ გსურთ ამის შესახებ ტექნიკურად გაეცნოთ ამას, აი ამ ექიმა ესა თქვა, რომ დაფიქსირებული შემთხვევიდან, რომ ვინმე მომკვდარ იყოს, მას არ ახსოვს იმნიმერო, რომელიც დაბრუნდა. ოღონდ ნამდვილად გარდაცვალება. ისინი შეიძლება ჩავარდნენ რაღაცაში, რაღაცა კომაში და რაღაცა შეიძლება ეს მისი კარდიოგრამა, ხო, ელექტროკარდიოგრამა ანახებდა რაღაცა სწორხას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ისინი გარდაიცვალნენ, იმიტომ რომ ეს ისაზღვრება დღეს და ეს ჰიუსტონიდანაც გამოვიდა ჰიუსტონის სამეცნიერო კვლევით იმიდან, რომ სიკვდილს განსაზღვრავენ, როცა ტვინის მოძრაობა და ტალღები აღარ არის. და სხვა სიტყვებით შეიძლება ეს ენცოფალოგრამა, რომელიც თქვა გაქვთ ხოლმე სწორხაზოვანი, შეიძლება გულის შემთხვევაში გაჩერდეს, მაგრამ თუ გონებაც არ გაჩერდა, აი მაშინ არის, როცა უკვე სიკვდილი ოფიციალურად ფიქსირდება. და ადამიანების უმეტესობა, თქვენ ალბათ იცით, როდესაც ესეთ მდგომარეობაში ვარდებიან, ეს უბრალოდ რაღაცა
გარკვეულ კლინიკურ სიკვდილში შეიძლება მიდიოდნენ და ისინი ბრუნდებიან აქედან. მაგრამ სრული სიკვდილი ვისაც ჰქონდა, ის არანაირად უკან არ დაბრუნებულა. და ისინი ყველანი ხედავენ ამ მწვანე კაცებს, რაღაცა ბოდუებს, იცით ხომ? და ათასობით ადამიანი საუბრობს ამაზე. ასე რომ გმადლობთ დღევანდელი კითხვებისათვის, ძალიან კარგი კითხვები იყო და მოდით ახლა ლოცვისთვის მოვიყაროთ ჩვენ ყველამ თავი. მამაო, გმადლობთ ამ საღამოს ჩვენი თანამეგობრობისათვის. ძალიან შესანიშნავი იყო ერთად ყოფნა, ასეთი მნიშვნელოვანი იყო შენთვის ქება და ერთად სიმღერა და მოზიარობაში ყოფნა. გმადლობთ ასევე ზოგიერთი ამ ადამიანების გულწრფელობისათვის, ვინც ეს გაიზიარა. ჩვენ ვფიქრობთ აუცილებლად თიმზე, რომელმაც ამ პარასკევს ეს განქორწინების საბოლოო ფაქტი მიიღო და ის გულის ტკივილი, რომელიც მან გამოთქმა, ღრმა გულის ტკივილი და ტკივილია, რომ ის კარგავს ამ შენს საშუალებას, შენ რო გემსახუროს და უბრალოდ ჩვენ ლოცულობთ, რომ აღვადგინოთ ის და ყოველთვის თქვენ აკეთებთ ამას, რომ მისცეთ მას უფრო დიდი მსახურების საშუალება და გარემო, რათა ყველანაირად ის უფრო ჯანსაღად მოგემსახუროთ თქვენ. გთხოვთ, რომ გამოიყენოთ ის ასეთ მნიშვნელოვან დროს. ჩვენ ასევე ლოცულობთ ყველა დანარჩენი ადამიანებისათვის, ვისაც ჰქონდა ეს კითხვები, რომლებიც დაკავშირებული იყო შფოთვასთან, ასევე გაურკვევლობასთან, იმ ადამიანებთან, ნათესავებთან, რომლებსაც ისინი ესაუბრებიან ხოლმე, გთხოვ, დაგვეხმარო ყველას უფალო, რომ მოვძებნოთ პასუხები, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ შენი სიტყვიდან გამოდის და მივცეთ და გავცეთ პასუხები ყველა ამ ადამიანს, ვისაც აინტერესებს და ვისაც აქვს იმედი, რომელიც შენშია, თვინიერებითა და შიშით. ჩვენს მადლობას გიხდით იმისათვის, რაცაც აკეთებთ ჩვენში და ჩვენი მეშვეობით თქვენ თავს გვაცნობინებთ სხვებისთვის. ამინ.